ჩემო საყვარელო პატრიოტებო, ქართველებო, აი კიდევ ერთი კვირა გავიდა და მივუახლოვდით ასე ვთქვათ მარადიულობას. ჩვენი სიცოცხლე არის სასრული და ადამიანი ამას რომ გაიაზრებს, რომ არის წარმავალი არსება და არის უბრალოდ აი კვამლი, ასე ვთქვათ მოსული ამ ქვეყნად. ალბათ უფრო ნაკლებად ამბიციური იქნება და უფრო მეტად ესე იგი იდგება მიწაზე, უფრო მეტად იქნება შემსრულებელი იმ მოვალეობების, რაც ჩვენ წინაპრებმა ასე ესტაფეტად გადმოუწეს და გვითხრეს, რომ გახსოვდეთ თქვენი სამშობლო, ემსახურეთ საზოგადოებას, წარმავლები ხართ და ესე იგი დატოვეთ კვალი, კეთილი კვალი. მაგრამ კეთილი კვალი, როგორ დავტოვოთ მეგობრებო, თუ კეთილი აზრებით არ შევიმოსეთ და სიყვარულით არ შევიმოსეთ, ეს არის დღეს ერთგვარი დეფიციტი. ადამიანები ხშირად შედიან კამათში, კამათობენ პოლიტიკაზე, კამათობენ აი ბევრ რაღაც ცხოვრებისეულ საკითხზე და ხშირად მეგობრობას ივიწყებენ. მეგობარს აყენებს შეურაცხყოფას პოლიტიკურ თემაზე, ნათესავს ცილდება. გასაგებია, დაძაბულია სიტუაცია, ყველას გვინდა რომ ჩვენი სამშობლო კარგად იყოს, აღორძინებული იყოს, ასე ვთქვათ, განიცადოს წინსვლა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ ყველას თავისი რეცეპტი აქვს. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ესე იგი გემოვნებაა და იმდენი შეხედულობაა და როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს მიმდინარე პრობლემები? არ გადაწყდება თუ ჩვენ ერთმანეთში კომუნიკაციის ენას არ მოვძებნით და ერთმანეთში როგორც უწმინდესმა თქვა, ესე იგი კატეგორიულ ტონს თუ ესე იგი არ შევცვლით. უწმინდესმა გვაკურთხა, რომ ერთმანეთის მიმართ ვიყოთ სიყვარულით და ესე იგი მეგობრულად და ძმურად განწყობილებით. აი ამის შემდეგ გამოჩნდება სწორედ ის სწორი გზა. რა გზაზე უნდა გაიარონ ჩვენმა ოჯახებმა, რა გზაზე უნდა გაიაროს ჩვენმა სახელმწიფომ. დღეს აი ასე ვთქვათ დილემად არის აი ამ არაბული მსოფლმელობის მშენებლობა და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ არავინ არ არის წინააღმდეგი საქართველოში ბიზნესის აღმავლობაზე, თუნდაც იგივე დეველოპერების საქმიანობაზე, ინვესტიციების შემოდინებაზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ აი ამ ბიზნესის კეთებით ნაბანწყალს ესე იგი ბავშვი არ გადავაყოლოთ. ანუ რას ნიშნავს, რომ ჩვენ სამშობლოს არ ვავნოთ. აი ეხლა მაგალითად იმდენად დამძიმებული დემოგრაფიული სიტუაცია არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ ესე იგი უმდიდრეს ქვეყნებშიც კი ავიღოთ ესე იგი იგივე საფრანგეთი, იგივე ინგლისი, იგივე დანია, სკანდინავიის ქვეყნები. და დღეს აი YouTube-ზე რომ შეხვიდეთ და მართლა გულწრფელად მოусმინოთ აი ამ პრობლემებს, რასაც აშუქებენ ექსპერტები, პრაქტიკულად ეს უცხოელები, რომლებიც აი შედინებულები არიან, აი ცუნამივით ესე იგი არიან შესულები ამ ქვეყნებში, ვერ გაყავთ ისინი. თუმცა მიიღეს რაღაც კანონები, მაგრამ ჩვენო სახსრებიც არა გვაქვს, ძალიან ძვირი გვიждდებაო მათი გაყვანაო. მათი ესე იგი მოძიება, შემდეგ იძულება რომ წავიდნენ იძულების წესით რაღაც კანონთან დაკავშირებით, ესე იგი ეს კანონებიც არსებობს. ძალიან დიდი პრობლემებია და ერთ-ერთმა ქვეყანამ მე მგონია თუ არ ვცდები გუშინ უყურებდი დანია იყო, დააწესა 35,000 დოლარის ეკვივალენტი თანხებს აძლევს აი ამ ვიეტნამელებს, პაკისტანელებს, ინდუსებს, რომ დატოვონ ქვეყანა, მაგრამ დაახლოებით 2 მილიონამდე ესეთი არალეგალია ჩასული ამ ქვეყანაში 500 კაცმა გამოთვრა მარტო სურვილი. აი 35,000 დოლარს ჩუქნის სახელმწიფო, რომ დატოვოს აი ამ უცხოელმა ესე იგი ქვეყანა, აძლევენ ფულს, მაგრამ აი 2 მილიონი კაციდან 500 კაცი აღმოჩნდა თანახმად და ჯერჯერობით 500 კაცი გაიყვანეს, მეტი ვერ შეძლეს და პრაქტიკულად იმალებიან ესე იგი ყველა ტყუილით თუ სიმართლით ჩები ამ ქვეყანაში და აი მე რა კითხვას ვავიცით მეგობრებო, რომ აი ამ დიდარმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს აი ამის დაბალანსება. თუნდაც აი ამ გამოფხიზლების კვალობაზე უკვე მიიღეს ეს მწვანე კანონები და ესე იგი შემოკრეს ეს განგაშის სარი და ჩვენ როგორ გავაკეთებთ ამას, როდესაც ჩვენი პარლამენტი ჯერ გამოფხიზლებულებიც არ არის ამ თემაზე და პრაქტიკულად არც ერთი კანონი არ მიგვიღია. როგორ გააკეთეს ეს ჩვენი სუსტი ქვეყანა ამას, სად არის ამის რესურსები? ნებით
თუნდაც რომ გაიყვანო მიცე თანხები და გაიყვანო ესენი. ან კიდევ ძალით რომ გაიყვანო, ამასაც ესე იგი შეიძლება უნდა ესეც ფინანსებთან არის დაკავშირებული. და ასე რომ მეგობრებო, ჩემო ლამაზებო, ქართველებო, გავიაზროთ, აი მე პარლამენტის წევრებს, პოლიტიკოსებს, საზოგადო ორგანიზაციების მესვეურებს, ტელევიზიის მესვეურებს ყველას ვეუბნები რომ ხო ერთ ნავში ზივართ, ხო გვიყვარს ყველას ჩვენი სამშობლო. თუ ასეთი დამძიმებული მდგომარეობა აქვთ აი ამ დიდარ ქვეყნებს, ჩვენთან რა მოხდება, რა გველოდება? პრაქტიკულად არავითარი რესურსი არ გვაჩნია და დემოგრაფიული გარემო, აი ეს ტერმინი მოკლედ დავამკვიდროთ, დემოგრაფიული გარემო. და საერთოდ ქართული გარემო, კიდევ დავაკონკრეტოთ, აი ქართული გარემო, ისე არის დამძიმებული, რომ პრაქტიკულად განგაში ზარები კი არა, ესე იგი, ასე ვთქვათ, მაქსიმუმს უნდა ვაკეთებდეთ, რომ დღე-დღამე ამაზე უნდა ვფიქრობდეთ და ეს ხალხი უცხოელები, ვინც დღემდე აი ამ წამამდე არის შემოსული. ბოლო 30 წლის განმავლობაში არალეგალურად შემოსული, ხო? მაგრამ აი ამ წამის შემდეგ რომ ესე იგი უზარმაზარ ჩვენ კონგლომერატს ქალაქს ავაშენებთ, კაი გავანებოთ თავი არაბებს, ვიეტნამელების ქალაქი იყოს. თქვათ ვიღაცას სიმპათია აქვს ამ არაბების მიმართ და განიცდის რომ ბანდამაინც არაბებს ესე იგი საცხოვრის სივრცეს ნუ მოუშლითო, ხო, აღიძახით ამას, მაგრამ ვიეტნამური ქალაქი ავაშენოთ, კამბოჯური ქალაქი ავაშენოთ, პაკისტანური ქალაქი ავაშენოთ, ინდუსური, გაუძლებს ამას საქართველოს. ამაზე ვიფიქროთ ხალხო. და ეს არაბებიც რო შემოვლენ თავისი აი მოჯახებით უზარმაზარი რაოდენობა ხალხით ჩვენ ამას ვეღარ აგზავნებთ, იმიტომ რომ უკვე მეპატრონები ხდებიან იმ მიწის, იმ ტერიტორიის, იმ რეგიონის და ჩვენ ავტონომიები გქონდა საშიშრად და რამდენჯერ შემოგვითვალეს ჩრდილოეთიდან თუ ამერიკიდან თუ ევროპიდან რომ ესე იგი აი ამ ნაღმებს ვაგიმუშავებთ, ხო? იგივე ჯავახეთშია არსებობს ეს ავტონომიის საშიშროება, ამას ვაგიმუშავებთო. გვითხრეს ხო, დაგვემუქრენ რომ მარნეულში ვაგიმუშავებთო ამ ნაღმსო, ავტონომიის ნაღმსო ხო და მე კბილები არ მოვიკვეთეთ აფხაზეთზე, აფხაზეთში არ აგვიმუშავეს ეს. აი ეს გამოუცდელები რომ იყო, სისხლი არ დაღვრილიყო, ამდენი ქართველი არ გადახვეწილიყო, ამდენი ქართველი არ დაგხოცოდა. აი, რო ეს არ ყოფილიყო, ყველაფერი კიდევ ვითხოვდი, რომ აი მე ამიტები ვარ და ჩამოვიდეს და ჯანდაბას ავაშენოთ არაბულისო. ამდენი საშენელი რაღაცა განვიცადეთ. დავკარგოთ მშობლები, დავკარგეთ ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, ამოწყდა მთელი საქართველო და ნახევარი საქართველო იქ არის ტოლბილი და გინდა ევროპაში და გინდა რუსეთში და გინდა ამერიკაში და გინდა სადაც გინდა და ეს პრობლემა რა ვიცი, არ უნდა გვაშინებდეს. ესე იგი, ჩვენ გამოდივართ, ესე იგი, ასე ვთქვათ, უგუნურები, რომ ამაზე განგაშს ვტეხავთ და მე გამიხარდა ეს 10,000 და შეიძლება 20,000 კაცი, რომელიც იყო კვირა დღეს 4 საათზე, მადლობა ალტინფოს ბიჭებს და მადლობა პატრიოტ ალიანსის მესვეურებს, ბატონ დავითს, ბატონ ქალბატონ ირმას მაბადიეთ. რომ აი ესე მათაც შემოკრეს ეს განგაში ზარები და აიყოლი ეს საზოგადოება და ეს კიდევ და კიდევ გაიზრდება ეს ბევრი გაიგებს უფრო მეტი გაიაზრებს და ეს მამულიშვილები აქ უბრალოდ ეხლა უკვე დრო არის რომ ქუჩის აქციებმა გადავიდეს ქუჩის აქციები კაბინეტებში და დარბაზებში და იქ შევხვდეთ ჩვენ მთავრობას შევხვდეთ ჩვენ აი ქართულ ოცნებას ხო პარტია ჩამოყალიბებული პარტია წინვალე ოფისით წინვალე რეგიონებში ესე იგი დაიწყოს ეს შეხვედრები იგივე იმ ბათუმში იგივე იმ ქუთაისში იგივე იმ თბილისში და ყველა ქალაქებში საზოგადოებასთან მარტო ერთ ნაწილთან კი არა მთელ საზოგადოებასთან შევხვდეთ მწერლებს პოეტებს მხატვრებს იურისტებს და რა ვიცი საზოგადოების ყველა ექიმებს, მასწავლებლებს და გამოვიკითხოთ აი ყველა პლასტის საზოგადოების ესე იგი ჩაერთოს აი ამ გამოკითხვაში დიალოგში მეგობრებო სიყვარულით ესე იგი მაღალ აკადემიურ დონეზე კორექტულად ვიმსჯელოთ კი არ ვიჩხუბოთ და ვაგინოთ ერთმანეთს და ვაფურთხოთ ზურგს უკან თუ ესე იგი აი ასე იგი ასეთი კორექტული დამოკიდებულებით უკვე გამოვა რაღაცა და მე ვფიქრობ რომ ეხლა უკვე ბურთი ჩვენ ასე ვთქვათ დავარტყით, გადავაგდეთ ეს მოედანზე, მთავრობის მოედანზე და ეხლა უცდით მთავრობას რომ რაღაცა კორექტული ნაბიჯები გადადგას, ხო? მე მიხარია რომ კვირას აი ბატონი გიგას და ბატონი ვაჟაც დამეთანხმება რომ ზღვა ახალგაზრდობა იყო. ზღვა ახალგაზრდობა და
ეხლა თუ ჩვენ ამას არ დავინახავთ და ამას ვიტყვით ბატონ გიგა რომ ესე იგი არავინ არ იყო და ეს აღშფოთება ეს არის უბრალოდ რაღაცა ქარიშხალი ჭიქაში მე ფიქრობ უკვე არასერიოზული იქნება მართლა ჩვენი მთავრობიდან ჩვენ ეს ჩვენი რო ამბობთ მთავრობა ჩვენი შვილები არიან იგივე ჩვენი ნაცისები არიან ჩვენი მეგობრები არიან სისხლი და ხორცია ჩვენი მთავრობა ჩვენი და ჩვენ გვინდა რომ იყოს სიყვარული და გაგება და ესე იგი თანამშრომლობა საზოგადოების ყველა პლასტის როგორც უწმინდესმა გვაკურთხა დაჯექით და ისაუბრეთ და იყავით დიალოგში და ეს პრობლემა ეს უდიდესი წყლული რომელიც მარტო დღეს კი არ იყო ეს იყო საქართველოს ეს წყლული აქვს ეს ავტონომიის წყლულები ეს რაღაცა დაძაბული ესე იგი გარემო არაქართული გარემო დემოგრაფიული დაძაბული ვითარება ეს ჩვენ გვერგო ჯერ კიდევ კომუნისტებიდან და აი ეს ამას უნდა მოუვაროთ რა სიტყვით ბატონო ვაჟა თქვენი აზრი კონკრეტულად აი ამ თემაზე როგორც მოქალაქის როგორც პედაგოგის ბატონო ვაჟა არის ისტორიკოსი და დამსახურებული პედაგოგი მე ვესალმები აუდიტორიას და გავიხსენებ ჩვენს გადაცემის იმ წაყვანას როცა მოგესალმებოდი თქვენ როგორც დიდ ქართველებს და დიდ მსოფლიო მოქალაქეებს თუნებას მომცემთ ამით ვისარგებლებ თქვენთან შეხვედრას და იგივე მოწოდებით მოგმართავთ რომ თითოეული ქართველი უნდა იყოს დიდი ქართველი და ამავე დროს დიდი მსოფლიო მოქალაქე. რაც შეეხება კონკრეტულად ამ გამოსვლას მე მოგახსენეთ როგორც ისტორიკოსმა და საზოგადოებრივ ჩემი პოზიცია რომ სახელმწიფო არის ორი კომპონენტისგან შემდგარი კაცობრიული ნაგებობა. ეს არის მიწა-წყალი პლუს ხალხი თავისი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებით. თუ ჩვენ მიწა-წყალი დავკარგეთ და კარგად ვიცით რომ უზომო დიდი ტერიტორიები გვაქვს დაკარგული, ჩვენმა მეგობრებმა ეს ჩამოგვაჭრეს და ჩვენს ისტორიულ ძეგლებს ახლა სათავისოდ აცაღებს ზოგი საერთოდ თulis რომ ეს მას ეკუთვნის, რაგი დაგვიპყრო, გაგვანადგურა და ასე მეგობრულად მოგვექცა და თუ ეს პროცესი გაგრძელდება, რომ ჩვენ მიწა-წყალი აღარ გვექნება, აი სადაც დავკარგეთ მიწა-წყალი, თუ ვინმე შეუძლია თქვას, რომ იქ არის ქართული კულტურა, ქართული ზნეობა, ქართული ადათ-წესები. არაფერი, ყველაფერი წაშლილია და თუ ოდნავ სადღაც რაღაც ბჟუტავს, ის არის ძალიან მინიმალური. ამიტომ ჩვენი პროტესტი არ უნდა ჩაითვალოს იმათ, რომ ჩვენ როგორც ბატონო გიორგი ბრძანა, ჩვენ ყველას განვიხილავთ როგორც მოყვას, პოტენციურ მოყვას და არა რეალურ მოყვას. სამწუხაროდ არსებობს ღვთაებრივი ხატი, მაგრამ იმ ხატისადმი თუ არ არის ისეთი დამოკიდებულება, როგორც ღვთაებრივ ხატება შეეფერება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვღებულობთ არა ადამიანს, არამედ ვღებულობთ ანტი-ადამიანს, რომელთაც სავსეა როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო. ამიტომ ჩვენი თხოვნა იყო და ისევ რჩება, რომ ტერიტორია საქართველოს მიწა-წყალი უნდა იყოს ხელშეუხებელი და თუ ვინმეს რაიმე ინვესტიცია უნდა ან რაღაც მოგების ნახვა უნდა, მან წაიღოს ხოლმე მოგება, ხოლო ტერიტორია, ნაგებობები უნდა იყოს ხოლმე ქართული მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების და ეს პაწეწინა მიწის ნაგლეჯი, რომელსაც ჩვენ ღვთისმშობლის მიწა-წყლად მოიხსენიებთ, არ უნდა შეურაცხყოთ ჩვენი პასიურობით ან რაღაც სხვანაირი ძალიან მატერიალისტური გაგებით. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ვისალმებით ყოველგვარ იმ აქტს გააზრებას პოზიციას თუ მოქმედებებს, რომელიც დაიცავს სამშობლოს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ ქართველობა ჯერ კიდევ ცოცხალია და ჯერ კიდევ ახსოვს, რომ ის არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მოქალაქე და მან სწორედ ის მაღალი სიყვარულის დროშა, რომელიც გადმოგვეცა წინაპრებისგან, საკმაოდ მაღლა უნდა აწიოს და იამოყოს ამით რეალურად და არა მოჩვენებითად. გვალობთ ამ საკითხზე ამ პოზიციას დავაფიქსირებთ.
ნამდვილად ეს იგი ჩვენ რომ პატარა მიმოხილვა ვთქვათ, აი რაღაცნაირად ტალღაზე მოდის ჩვენ ქვეყანაზე განსაცდელების ტალღა. ეხლა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხედავთ რომ BBC-ს ესე იგი მიერ გამოცხობილი ესე იგი მორიგი ტყუილი მე ასე ვიტყვი მასმედიას აი ფეიქ მასმედიას რომელზეც ტრამპმა კარგად თქვა რომ არავითარ დობას არ იმსახურებს გლობალისტური მასმედია და ჩამოთვლილი იყო იქ სხვათა შორის იქ არ იყო არა მარტო BBC-ზე იყო ნათქვამი New York Times-ზეც საკმაოდ Washington Post-ზე ABC, CBS და რა ვიცი მთელი ეს უზარმაზარი ტრანსნაციონალური მრავალმილიარდიანი ბიუჯეტის მქონე მასმედია ასე ვთქვათ აქ არა მარტო ტელევიზიაზე ალაპარაკი აქ გაზეთების მთელი კომპლექსია და რადიო და ინტერნეტი და ყველაფერი ტრამპის მიერ და ტრამპისტების მიერ და კონსერვატული მოძრაობის მიერ არსებობს ასეთი კონსერვატული მოძრაობა რომელიც თავკაცი დღეს ტრამპი არის კარგად დახასიათდა და ითქვა რომ ეს არის ფეიქ ანუ ყალბი მასმედია რომელიც დროდადრო ესე იგი აი ამ სოროსისტული და აი ამ ორგანიზაციების წაქეზებით ისეთ ინფორმაციებს ავრცელებს რომელიც არ იმსახურებს ნდობას და აი ამ დაპირისპირების ფონზე ტრამპს ტყვიაც ესურვებს ჩვენ კარგად ვიცით და სულ ბეძვზე გადარჩა და იცით ის თქვენი თვალითაც ნახეთ რა დაპირისპირება იყო როგორი შეჭრა იყო ესე იგი კაპიტულიუმში აი ამ ხალხისა და ძლივას გადაარჩინეს ეს კაპიტულიონი რაღაცა იქ პოლიციაც დაიღუპა და ჩვენი თვალით ნახეთ ამ მთელი ბატალიები და სცენები ამ დაპირისპირების ესე იგი როგორ გმინავს ხალხი აი ამ გლობალიზმის მარწუხების ქვეშ და დღეს რომ გაერთიანებული ევროპის აი ამ ახალი მოდერნული საბჭოთა კავშირის ცისფერ დროშას ვარსკვლავებიან დროშას როგორ გავს თან ეს ვარსკვლავები ვერ მოვიცილეთ პრაქტიკულად წვავენ პოლონეთში წვავენ უნგრეთში წვავენ საფრანგეთში ხალხი უზარმაზარ მრავალმილიონიან მიტინგებს მართავს რომ რაღაცნაირად ეს ბრიუსელის მარწუხებიდან გამოვიდეს ამ ფონზე იცით ჩვენი საზოგადოება რომ იჯერებს რომ თითქოს ესე იგი ერთი წლის უკან მოხდა აი ამ შხამების გაფრქვევა ესეც ცალსახად იცით გამოკვლევის გარეშე ზოგიერთი და მე აი ვიტყვი რომ ეს სოროსისტული ორგანიზაციები ხლა რო აყიყინდნენ და ცალსახად ესე იგი ამტკიცებენ ტელევიზორში რომ ეს ასე იყო ასე მოხდებოდა რომ პირველი ესე იგი სოფლიო ომის გაზები თითქოს მთავრობამ გამოიყარა მეგობრებო იცით ხლა რას გეტყვით იცით ჯერ გაიხსენეთ სადამ ხუსეინი როგორ ჩამოაგდეთ და როგორი ესე იგი ყალბი იხვები გაუშვა ამ გლობალისტურმა მასმედიამ თავის დროზე და ესე იგი აბრალებდნენ რამის თითქმის და ქიმიური იარაღის და ბაქტერიული იარაღის ქონას და რამის ბირთვული იარაღის ესე იგი ქონას და აბრალეს რადიოაქტიური ნივთიერების გავრცელება და შემდეგ ის არ აღმოჩნდა ესე იგი მიიმხრეს ხალხი შექმნეს ოპოზიცია და ოპოზიციას შეპირდნენ ესე იგი ერაყის წინსვლა და ეკონომიკური აღორძინება და ბოლოს რად გადააქციეს ერაყი და დღეს რომ არის ესე იგი ლიბანიზირებული და საერთოდ დაშლილი და ესე იგი მიწასთან გასწორებული მთელი საზოგადოება და პრაქტიკულად ბანდების ხელში არის და იმართება მე გაიხსენეთ რა გააკეთეს ლიბიაშიც ასევე ესე იგი კადაფს რა ცილი არ დასწამდეს ისე იარაღით ვაჭრობა და ნარკოტიკებით ვაჭრობა და ქიმიური იარაღის ქონა და ესეც არ აღმოჩნდა ესეც მასმედიით მოხდა გავიხსენოთ მე აი ამ ქართველ ლიბერალებს მიმართავ რომ აი ესე ცალსახად რომ ამტკიცებენ ამას რომ თითქოს ჩვენი მთავრობის გამოყენებული ეს მომწამლავი შხამები იცით სინდისიც კარგი საქონელია აი ამ ცალსახობა მე ამ ლიბერალურ ორგანიზაციებს ვეუბნები აი 30 ვერცხლ აღებულ ლიბერალურ სოროსისტულ ადგილობრივ ორგანიზაციებს პირდაპირ ამხელ მათ მე რომ აი ეს ცალსახობა ძალიან ძვირად დაგიჯდება თქვენ რომ არ ყევთ საქართველოს სახელმწიფო მანქანას იმ მანქანას რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვზივართ და ეს იმ ნავში ყველა ერთად ვზივართ და ასე რომ აჯანჯღარებთ სახელმწიფოს ესე იგი უშიშროებას უქმნით საფრთხეს უბრალოდ და მე კიდევ გაგახსენებთ სირიაში რა გავუკეთეთ ასაც სულ ამ 6 თვის უკან ასე ვთქვათ რომ ჩამოაგდეთ იქაც ესე იგი კარგად მოგეხსენებათ ჩემო მეგობრებო პირდაპირ მასმედიაში
იყო ეგეთი თეთრი ბრიგადები პრესისა და ესე იგი ტელევიზიისა და აქტივისტებით მიერ დაკომპლექტებული, ვითომ იწამლებოდნენ იმ დაპირისპირებაში, ვითომ ებრძოდნენ ასადს და ვითომ ასადი ესე იგი ქიმიურ რაღაცა ხსნარებს ასხავდა და კოტრიალობდნენ აი ამ ასფალტზე და იყო ერთი ამბავი და გვაჩვენებდნენ კადრებს. აბსოლუტური სიყალბე. მე თვითონ ცნობილმა ექსპერტებმაც აღმოაჩინეს ეს და განმარტეს, რომ არავითარი იქ შხამები ასაც არ გამოუყენებია. და რა მოხდა? ჩამოაგდეს ეს რეჟიმი და რა ხდება დღეს სირიაში? აბსოლუტურად ლიბანიზირებულია და ვის ხელშია? ერდოღანის აი ამ დამჟელი ექსპედიციების ხელში და კაცმარეთის იქ რა ძალები ბოგინობს და გაყოფილია პრაქტიკულად. ნახევარი წაიღო ისრაელმა, ნახევარი წაიღო თურქეთმა და სირია, რომელიც იყო მრავალეროვანი, მრავალსარწმუნოებრივი ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლური ქრისტიანები იყო დაცული, დღეს გაქცეულები არიან და ლტოლულები არიან და უამრავი ქრისტიანული ტაძარია, ესე იგი დანგრეული და განადგურებული. აი ამას ვახსენებ ჩვენ ქართველ ლიბერალებს, რომ ასე ადვილმორწმუნეები რომ არიან და ასე ადვილად რომ ესე იგი აიტაცებენ ხოლმე BBC-ს ტელევიზიიდან გამოშვებულ ზღაპრებს. და იგივე მასმედიამ რატო არ გააშუქა გაზაში გენოციდი? რატო არ გააშუქა ეს გაზაში გენოციდი და პრაქტიკულად ესე იგი ევროპულმა მასმედიამ დუმილით შეხვდა და მსოფლიო მასმედიამაც. რასაც ვიგებდით ჩვენ, რასაც ფაქტებს უყურებდით, იქ სცენებს უყურებდით და ვიდეო რგოლები ვრცელდებოდა YouTube-ზე, რომელსაც მომენტალურად შლიდნენ, არ იყო საშუალება გვენახავთ და Facebook-ზე, რომელსაც ისევ მომენტალურად შლიდნენ. ისევ მათი კანტორიდან იშლებოდეს, ხო? და ეხლა გახდით, ესე იგი მართლმორწმუნეები და ეხლა გჯერათ ამისი, რომ ესე იგი BBC-ს იმას და New York Times, ესე იგი ერთი წლის დაგვიანებით თურმე ქონდათ ეს ფაქტები და ერთი წლის უკან, როცა ეს მოხდა ეს ფაქტი, თქვათ მოხდა მოწამლა, ხო? აი ამ გაზების გამოყენება. რატო ერთი წლის უკან არ თქვეს ეს საზოგადოება ამას, რატო არ ფიქრობს, რაზე არაკეთებს ამაზე აქცენტებს? ესე იგი ინახეს ეს ინფორმაცია და თუ ინახა BBC-მ ეს ინფორმაცია და მსოფლიო თანამეგობრობა მით უფრო უარესი მათთვის. ესე იგი ეხლა გამოიყენეს, რაში დაჭირდათ? ბატონო გიგა რა სიტყვით, ესე იგი შემთხვევით იმაში ხوار დაჭირდათ, რომ ეხლა უკრაინა ეცლებათ ხელიდან და ამის გამო საქართველოში უნდა არეულობის დაწყება ისევ ახალი. გამარჯობათ მეგობრებო. ბატონო გიორგი, მე არ ვიცი რაში დაჭირდათ, მაგრამ მე ერთი ვიცი, რომ დღევანდელ დღემდე და არ ვიცი ყველაც ესე გაგრძელდება, ჩვენ საერთოდ სულ ტყუილში ვცხოვრობთ. და ეს ტყუილი არის წამოსული, რომ ჩვენ თურმე შევალთ სადღაც ევროკავშირში გვეშველება დაგვირიგებენ მილიონებს, მილიარდებს და ხალხი თურმე გაიხარებს და იქნება ბედნიერი და ეს ყველაფერი გამოდგა ტყუილი. ნუ რა ვიცი, დღესდღეობით ესე ჩანს, მე მგონი ტყუილი არის და ამას ვინც ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ეს ყველაფერი ფარსია, იმ ადამიანებს, ჩვენი მთავრობაც ამაში მონაწილეობდა ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიდა. ეხლა ყველას გახსოვს კარგად, დროშის დაწვაზე რამდენი ადამიანი დააჯარიმეს ევროკავშირის დროშის დაწვაზეც არ არის ლაპარაკი, ფურცელი, რომელზეც დახატული იყო ევროკავშირის დროშა. იმაზე ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დააჯარიმეს, მე ვიტყვი კიდე ერთი ლაშა შარუხია, რომელსაც პროტესტი გამოთქვა, მცხეთაში მოხდა ესეთი პიროვნება იყო ლაშა შარუხია, რომელსაც ციხეში უშვებდნენ და რომ არის საზოგადოებრივ ძალიან დიდი უკმაყოფილება ამ პიროვნებას ამ ბიჭს ჩასვამდნენ ციხეში. ხო და ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, რომ დღეს ჩვენმა მთავრობამ და მათმა პროპაგანდისტებმა გააკეთეს ის, რომ ადამიანებს ძალიან ადვილად შეიძლება უკვე რაც არ უნდა უთხრა, კარგი, ვეღარ დააჯერო, იმიტომ რომ აღარ ჯერათ, იმიტომ რომ აი ახლა გუშინდელი აქცია იყო მაგალითად, დაახლოებით აი იმ წვიმაში და იმ რომელიც არ გადაუღია და მთელი აქციის მანძილზე 2-3 საათი ხალხი იდგა წვიმაში, მერე დაიძრა ეს ხალხი ავიდა სამების საგადერო ტაძარში. დასველებულები იყვნენ სულ, მეც თავისთავად მათთან ერთად, გამოაცხადეს, რომ თურმე 1500 კაცი იყო სულ.
და ეს არის ტყვილი, ხო? და ამ ტყვილს აჩვევენ ხალხს. ბევრმა ეს დაიჯერა, ვინც იქ იყო, ყველამ კარგად იცოდა, იქ რამდენი 1000 კაციც იყო, იქ 10-15,000-ზე ნაკლები ადამიანი არ ყოფილა, მაგრამ უბრალოდ აი ამ ტყვილით манипулირებენ და ამ ტყვილით რომ манипулირებენ, მე იმისი არ ეყოს, მგელი მოვიდა, ხო იცით? ზღაპარი რომ არის და მართლა რომ მოვიდა მგელი და არავინ არ დაიჯერა. ზუსტად ეს მომენტიც არის, რომ არ შეიძლება ამ საზოგადოებაში ტყვილი იყოს ისეთი, რომელსაც ადამიანს დააჯერებ. იმიტომ რომ როდისღაც ტყვილი ყოველთვის გამჩავდება. იგივე არის ზუსტად ამ მოწამვლაზეც. ეს ყველაფერი მე პირადად ვიცი რომ ეს არის ტყვილი, რომ ის პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული მომწამლავი ნივთიერება არ არსებობს ჯერ საიდან უნდა შემონახულიყო საქართველოში ან ვის უნდა ჩამოეტანა ესეც აბსურდის თეატრია ნუ ეს როგორ უნდა თქვა შეიძლება თქვა რაღაც ნივთიერებაზე რომელსაც ეხლა მაგალითად სიტყვაზე ასადის რეჟიმი იყენებდა და წამოიღესო მაგრამ ესეც კი ვერ მოიფიქრეს თქვენს რომ თუნდაც პირველ მსოფლიო ომში წამოღებული ის ან ჯერ როგორ გაუშვეს ბალონები მაშინ პირველ მსოფლიო ომში გადაღებულიც არის კადრები დოკუმენტური კადრები არის როცა აი ეს საშინელება გაუშვეს ეს მომწამლავი ნივთიერება რითიც ბალონები იყო სპეციალური დიდი ბალონები მაშინ სად იყო ესეთი მისასხმელები ბალონები იყო რომლებიც გამოიყენეს და ხალხი დაიწამლა და ნუ ეს არის აბსურდი მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩვენი მთავრობის ბრალიც იმიტომ რომ აი ამ ტყვილებით არის გაჯერებული ყველაფერი აი ზუსტად იმ არაბული ქალაქებიც რო ვილაპარაკეთ ხო არაბული ქალაქები შენდებაო ადამიანები გვეუბნებიან რომ იცით რა ჩემი უნდა დაიჯეროთ რატო უნდა დავიჯერო მაგალითად მათი როცა მათ დაახლოებით 100% და 90% დაპირებების არ შეასრულეს. არ შეასრულეს მაგალითად რომ ნაციონალური მოძრაობა 13 წლის უკან ჩვენ როგორ დაუდექით. როგორც პარტია აღარ იქნებოდა, იმიტომ რომ იმათმა იმდენი საშინელება გააკეთეს, ყველამ კარგად ვიცით ის კასრების ამბებიც, ყველაფერის რომელიც აბსოლუტურად განადგურდა. ეს არ შეასრულეს მაგალითად ის დანაპირები რომ სამართლიანობა აღდგებოდა არ აღდგა მოაწერეს რაღაც კოჰაბიტაციას ხელი და დღეს მე პირდაპირ ვამბობ რომ ის ნაციონალური მოძრაობის 80% თუ არა მინიმუმ 50% ბირთვი ოცნებამ შეინახა რომლებიც დღესდღეობით ახლა ესეთ სიტუაციაში გვაგდებენ და ესეთი არეგულობა არის ქალაქში დაწყებული რომელიც 300 დღე არის თუ რაღაცა, ნუ არ ვიცი ახლა რანაირად როგორ, მაგრამ ეს ადამიანები გამოდიან და აპროტესტებენ. და ეს ყველაფერი არის ერთობლივად დასაკეთებელი და ერთობლივად დასაწნარებელი, იმიტომ რომ სანამდე სიმართლეს არ ვილაპარაკებთ, მანამდე არასოდეს არაფერი არ გვეშველება. ეს არის, ესე ხდება. ამიტომ არის ის მომწამლავ ნივთიერებებსაც ხალხი ძალიან მარტივად იჯერებს. იქ თავისთავად ახლა თვარში რომ შეგესხავენ რაღაცა ნივთიერებას, რომელიც არის. როცა მიტინგი უნდა დაიშალოს, თავისთავად ახლა ადამიანისთვის იქ კარგ და ისეთ ჯამრთელ ნივთიერებას არ შეასხავენ, მაგრამ ის რომელიც ესე სასიკვდილოდ მოქმედებს მაგალითად ადამიანის ჯამრთელობაზე, ესეთი ნივთიერება გამორიცხულია. იმიტომ რომ მაშინ ისეთი ნივთიერება მინიმუმ იქ მაცხოვრებელი ადამიანები ვინც კი არიან, ხო? ისინიც უნდა დაწამლულიყვნენ, იმიტომ რომ ის ადამიანებიც იქ ცხოვრობენ და ის ნივთიერება ყველაზე მეტად იქ არის ხოლმე ჩასულ ყოველ დღე, მაშინ 5 დღით, 6-7 დღის განმავლობაში უშვებდნენ ხოლმე და რა ვიცი, ის ადამიანებიც ხო სუნთქავენ აერს. იმათაც უნდა პრობლემები შექმნოდათ. მე ერთი რაღაცა მინდა თქვა ჩემო მეგობრებო, რომ ჩვენ აი ჩემო ბატონმა ვაჟამაც ბრძანა ჩვენ არის მთავარი რომ ვიცხოვროთ ისეთი წესით, რა წესითაც ჩვენი ქართველები ცხოვრობდნენ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იმ ადათით, იმ წესით, იმ ზნეობით, რომელიც ჩვენ ქართველებს გაგვაჩნია. და ზუსტად ის, რასაც ჩვენ ახლა იმ არაბული ქალაქებით, მიგრაციით გვტენიან, ნელა-ნელა ეს ჩვენ გვაშორებს იმ ცხოვრების წესს, რომელიც ცხოვრების წესითაც ჩვენ დღევანდელ-დღემდე მოვედით. და ჩვენ თუ ესე გავაგრძელებთ, მე ამას პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ მართლა ესე არის. ესე თუ გაგრძელდა, ქართული გენი გაქრება. იმიტომ რომ ყველანაირი პერსპექტივა იმისა, რომ ქართული გენი გაქრეს, ყველანაირი პერსპექტივა უკვე არსებობს საქართველოში. არსებობს ის პერსპექტივა პირველ რიგში, რომ გაერო მაგე ხო, ევროპაში შევდივართ და გაეროსაც ხო ძალიან დიდ პატივს ემ. გაერო მტირდობ, თქვა
2032 წლისთვის ქართული მოსახლეობა იკლება უფრო ნაკლები ვიდრე სხვა მოსახლეობა. მაგრამ 5 და 6 წლითაც უკვე ჩამოწიეს ქვემოთ, იმიტომ რომ ისეთი რაღაცეები წავიდა 1 წელიწადში და 2 წელიწადში, რომ 5-6 წელით უკვე ჩამოწიეს, რომ უკვე 26 წელსო, მაგრამ ჩვენ თუ ეს ორი არაბული ქალაქი ავაშენეთ, ჩათვალეთ, რომ 1-5 წელიწადში საქართველოში ჩვენი ქართული მოსახლეობა იქნება უკვე ნაკლებობაში. იმიტომ რომ ეს უბრალოდ ეს ხდება, ახლა მე არ ვიცი მთავრობას რა უნდა, რატო უნდა მაგალითად ესე რომ ეს არაბული ქალაქები აშენდეს, იმიტომ რომ ვიცი მესმის ფული შემოდის, მაგრამ ინვესტიცია, მე პირდაპირ ვამბობ, ინვესტიცია ჩემთვის არის არა მოსახლეობის ჩამოსახლება, არამედ ქარხნების ამუშავება, რომელიც მერე პროდუქციას გაიტანს და დიდი რაოდენობით თანხები საქართველოში შემოვა ზუსტად თავიანთი ნაწარმი პროდუქტებით. ზუსტად ეს არის მთავარი ინვესტიცია. და მთავარი ინვესტიცია კიდე არის სწავლა-განათლებაში ჩასადები, რითიც ჩვენ ყოველთვის ქართველები ვამაყობდით, ჩვენი აკადემიკოსებით, ჩვენი პროფესორებით, მაგრამ ამაში აბსოლუტურად არავინ არაფერს არ დებს და არავინ არ ლაპარაკობს. აგერ ახლა უბრალოდ ამბობენ განათლების რეფორმაზე, მაგრამ ამ განათლების რეფორმამ რა უნდა შეუწყოს ამ განათლების რეფორმას ხელი, ამაზეც კიდე არავინ არ ლაპარაკობს. სოფლის მეურნეობაში არ დებს არავინ არ. სოფლის მეურნეობა განადგურებული, აგერ ახლა დასავლეთში და აღმოსავლეთში ვინც წავა განსაკუთრებით დასავლეთში, არ ვიცი, აი მატარებელში რო ჩაჯდეთ, ნახავთ რამდენი დაუმუშავებელი ადგილებია და ახლა მე პატარაობიდან მატარებლით მიწევდა ხოლმე წასვლა და აბსოლუტურად ყველაფერი იყო დახნული და ყველგან მოყავდათ რაღაცა. პური იყო, სიმინდი იყო, ლობიო იყო, არ ვიცი, რაღაცა მოყავდათ. დღესდღეობით ეს არის ჩამყდარი. აი ეს არის და ეს არის ყველაფერი კომპლექსურად გასაკეთებელი. და მთავრობას კიდე ერთ რაღაცას ვეთქვი, აი ზუსტად იგივეს გავუმეორებ, რომ ადამიანებს უნდა დააჯერონ რაღაცა. და ადამიანებს უკვე აღარ ჯერათ. და ამიტომ იმ მატყუარა BBC რაღაცას რო გამოაცხადებს, იმის დაჯერება უნდათ და ჯერათ, იმიტომ რომ ესეც იტყვილება, აი გუშინ მოიტყვილა მაგალითად, უბრალო რაღაცას ვამბობ, რომ 1500 კაცი იყო და ეს არის ტყვილი. ტყვილი და სირცხვილი მათ, იმიტომ რომ არ უნდა ეშინოდეთ მთავრობას, მე მგონი, თუ ესეთი ძლიერი არ უნდა ეშინოდეს იმ 10-15,000 ნამდვილი პატრიოტი ადამიანების, რომლებიც 3-4 საათის განმავლობაში წვიმაში და თქეში იდგნენ და თავიანთი პროტესტის გამოხატვა უნდათ და გამოხატეს კიდეც. თუ გინდა მათთან დიალოგზე წადი დაელაპარაკე და გაარკვიე რა სიტყვის ეს ხალხი და რისი ეშინიათ. იმიტომ რომ ეს საქართველო არ არის მარტო მთავრობის, ეს საქართველო ჩვენიც არის. ეს მინდა მეთქვა. ნამდვილად მეგობრებო, მთავრობა უნდა იყოს აი გაქნილი კი არა, მოქნილზე ალაპარაკი. ელასტიური კომუნიკაციაში თავის ხალხთან, საზოგადოების პლასტებთან, იგივე ახალგაზრდობასთან, იგივე თქვათ პოლიტიკურ პარტიებთან. გასაგებია ეს ლიბერალური პარტიები და ეს თქვენ გეი დღის წესრიგის დამამკვიდრებელი პარტიები შეიძლება მართლა არ იმსახურებდნენ ყურადღებას, იმიტომ რომ იმათ თავისი უცხოური დღის წესრიგი აქვს, ხო? სოროსის დღის წესრიგი და ნამდვილად მე რო ვიყო მთავრობის ლიდერი, მართლა არ შეხვდებოდი მაგათ, მაგრამ შენ საკუთარ კონსერვატულ ნაწილს, რომლებიც ტრადიციებს, ოჯახის სიწმინდეს იცავს, კონსერვატულ ფლანგზე მოღვაწეობს, არის ახლა რამოდენიმე პარტია მეგობრებო უკვე გამოკვეთილი არის ერთი 60-მდე მარტო ჩვენ შევხვდით ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა სპეციფიკის, ხო? დარგობრივი ორგანიზაციები არის. დარგებს მაინც შევხვდით, ალოცვილო, აგერ სამედიცინო საზოგადოებაში შევხვდით, მეცნიერებს შევხვდით, მწერლებს შევხვდით, პოეტებს შევხვდით. აი რაღაცა კომუნიკაციაში ყავი, შენ საზოგადოებასთან, შენ ხალხთან, სკოლის მოსწავლეებსაც შეიძლება შევხვდე, სტუდენტობასაც შეიძლება შევხვდე, ყველა შეიძლება შევხვდე, თუ მთავრობა ხარ, მე მთავრობას აქვს მშვენიერი ინსტრუმენტი. შეიძლება ახლა მინისტრები არ შევხვდნენ, მაგრამ პარტია ხო გაქვს დალოცვილო. პარტია ეს ინსტრუმენტია, ყველა დონეზე ყველა შეუძლია შევხვდეს. პარტიაში უნდა იყოს ეკონომიკური კომისია, განათლების კომისია, იურიდიული კომისია, საზოგადოებრივი მოწყობის კომისია და მთელი რიგი კომისიები, სადაც დუღდეს ამ პარტიულ ცხოვრებაში, ცხოვრება უნდა დუღდეს და ეს კომისიები, ეს დარგობრივი წარმომადგენლები ამ პარტიისა უნდა ხვდებოდნენ საზოგადოების ესე იგი მაჯისჩემა უნდა გებულობდნენ და მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ. რა ეს სირცხვილია ამის გაკეთება? მაგრამ
ხომ გეუბნები 10 წლეულები გავიდა, ჯერ ნაცებსაც ხო ეს დაავადება ჭირდათ, რომ ეს აი მურვანყური დაგვებედა რა ისტორიაში, რომ ეს მურვანი იყო ყრუ, რომელიც გვაუხრებდა და ეს სიყრუებდა არა კომუნიკაბელურობა, ერს აოხრებს უბრალოდ რა, იმიტომ რომ პრობლემები გროვდება და შენ თუ მარტო ზევიდან მართე და ქვევიდან ეს პრობლემები არ განიხილე და საზოგადოებას ქვევიდან არ მოусმინე, რას ამბობს, რას განიცდის, რა დაგროვდა, როგორ გავაკეთოთ. ასეთ კომუნიკაცია თუ არ გექნება მთავრობაში, ყოველთვის იქნები მთავარსგარე მდგომარეობაში და ყოველთვის იქნები ზედაპირული და ყოველთვის დაუშვებ შეცდომებს. აი ეს შეცდომები დაუშვა ხო იმ მიშას თავრობამ, ხო თავის დროზე რომ დაელაგებინა რაღაცა და საზოგადოებასთან გასაგებია იქ მე არ ვიძახე კაცო ამ ლიბერალებთან, გაკაპასებული ლიბერალებთან ურთიერთობას, ხო, რომლებიც მართლა უცხოური დღის წესრიგით მუშაობენ და დავერბოვკებულები არიან სპეცსამსახურების მიერ და შეიძლება მაგათაც უნდა შევხვდეს სხვათა შორის, რომ რაღაცა ამხილო და რაღაც გონზე მოიყვანო, მაგრამ შენ სიზდა ხორცს ხო უნდა შევხვდე კაცო. შენ ახალგაზრდობას ხო უნდა შევხვდე. ეხლა აი მაგალითად 15000 კაცი ვიდექით წვიმაში, ხო? არ შეიძლება რომ ქოცების პარტიიდან ვიღაცა მოსულიყო და რაღაცა დიალოგი წამოსულიყო, რომ აი რაღაცა ესე ვფიქრობ და ასე ვფიქრობ. ელემენტარული 2-3 კაცი რო ჩამოსულიყო რა. აი რაღაცა ეს სიზმარში უნდა გვესიზმრებოდეს მეგობრებო ეს კომუნიკაცია, რომ რა ვიცი, აი მე მაგალითად ალბათ მოვა ეროვნული მთავრობა და ქართველი ხალხი აუსრულდება ეს ნატვრა, ეს არის 100 წლიანი ნატრა გვაქვს უკვე აქ 30 წლიანი კი არა 100 წლიანი ნატრა გვაქვს რომ მოიყვანოთ ისეთი ეროვნული მთავრობა რომელიც კომუნიკაციაში იქნება საკუთარ ხალხთან, საკუთარ ახალგაზრდობასთან, საკუთარ ძველგაზრდობასთან, თუნდაც იმ ვეტერანებთან, რომელმაც სისხლი დაუარეს ხალხო, როგორ არიან თამაშგარე მდგომარეობაში ვეტერანები ის ესე იგი ადამიანმა ესე იგი მე ჩვენ თვალწინ ხომ მოხდა ეს რომ ბეტონს ასხავდნენ ქართველები როგორი მეომარი ხალხია და ჩემ თვალწინ რა იქ მშენებლობებზე ვიყავი მეც ჩვენც რაღაცას ვაშენებდით და ლაფატკა და ეს გადაყარეს ვედრო და ისა და წავიდნენ საომრად ბიჭებმა და ზოგი არ ჩამოვიდა ცოცხალი ბევრმა თავი დადო ბევრი ჩამოვიდა ზოგი ინვალიდი ჩამოვიდა როგორ შეიძლება იმათ არ შეხვდე აი ჩვენ გმირებს და სახეზე არ იცნობდე შენ როგორც თავრობის წარმომადგენელი ყველა სახეზე უნდა იცნობდე ვეტერანებს რამოდენიმე კავშირი ყოფილა ვეტერანების როგორ შეიძლება მრავალშვილიან დედებს არ შეხვდე ეხლა мама ეფრემი ჩამოვიდა ათონიდან და 10 შვილი 11 12 შვილის დედები ხა მე არ ამაქო ეს თანხებიო და წიგნები დაურიგა ხატები დაურიგა დააჯილდობა ათონელმა მამამ თავრობა ამას არ უნდა აკეთებდეს არ უნდა ხდებოდეს რომ мама ეფრემმა ათონელმა ვატოპედიში მოღვაწე ამ წმინდა ადამიანმა მე 8 შვილიან ოჯახში გავიზარდეო და ვიციო რამხელა გმირობაო დღეს საქართველოს როგორ უჭირსო და თქვენი მრავალშვილიანი დედები რამხელა გმირობას ეწევიანო და მინდა რომ თვალებში ჩავხედო და რაღაცა ესე იგი დავეხმარო რაღაც მორალურადო თქვენ დალოცილობო დღემდე ესე იგი მრავალშვილიანობის ესე იგი ცენზი არ არსებობს რა პირიქით მე ესე იგი სამი შვილი რომ მყავდა სამი შვილი მე მადლობა უფალს კიდე 2 შვილი შემეძინა და მაშინ მოვიდა ესე იგი მიშა გაიმარჯვა რა ნაც მოძრაობამ და შევარნადე ეს მთავრობა როგორც მრავალშვილიან ესე იგი მამას და დედას გვაძლევდა 25 ლარს 25 ლარი მაშინ ლარობა ხო 25 ლარი არა რა ვიცი ყოველთვის მე 25 ლარს ვიღებდი მოდიოდა ქალბატონი მაშინ პირველ სართულზე ცხოვრობდით იოსებიძეზე და მიხაროდა ისე 25 ლარი რატო იცი პამპერს ყიდულობდი 25 ლარს დენი უფასო მე არ ვიცი დენი არ მქონდა ალბათ რაღაცა დახმარებები იყო და აღარ მახსოვს და 25 ლარი ესე იგი მიშა როგორც კი მოვიდა გააუქმეს ნაცემმა ესე იგი რა იყო ეს 25 ლარი რომ ესე იგი რაღაც ახალგაზრდა პატარა ოჯახს ერთი პამპერსი მომდიოდა ამ ბავშვების ქვეყანა პამპერსები ჭირდებოდა თქვენ დალოცილობო რაღაცა ესე იგი როგორ შეიძლება რომ რა უნდა ეხლა ამის მოლაპარაკებას რომ 3 შვილზე მეტ ბავშვი ვისაც ყავს უკვე რამის არის 2 შვილიანი გახდა უკვე მრავალშვილიანი მაგრამ 3 შვილზე მეტი ვისაც ყავს მრავალშვილიანი სტატუსი მიეცი და დაეხმარე რაღაცა სხვადასხვა შეღავათები თქვა რომ ვისაც 3 შვილი ყავს რაღაც შეღავათი იყოს 4 შვილიანს მეტი მიეცი 5 შვილიანს მეტი და 10 შვილი რო ყავს და 9 შვილი ბინაც უნდა მიცე და თავის უნდა გადაყვე და არ არის ამის დრო მეგობრებო სიცხვილი არა როგორ რამდენი წელი გავიდა დაიშალა ეს საბჭოთკავშირი რა ვიცი ეროვნულები ვართო და ხალხზე ფიქრობთო და დემოკრატიას ვაშენებთო და ელემენტარული რომ ახალგაზრდა ოჯახს დავეხმაროთ
და რამდენი ერთი პრობლემა ბინამშენებლობას დავიწყებდი, კაი, არ გაქვს თანხები, ხომ მთავრობა ხარ. სიმბოლურად მაინც დავიწყებდი, რომ თქვა ქუთაისში, ფოთში, სხვადასხვა ქალაქებში, იგივე ბათუმში, იგივე თბილისში, იგივე გორში დავიწყებდი ბინამშენებლობას, სახელმწიფო ხარ, ხო? არა გაქვს თანხები, გასაგებია, მაგრამ ამდენი ფული იჭმება და იყრება ტყუილა, ახლა აღარ მინდა თქვა სადარა მიმართულებით და სიმბოლურად თითო კორპუსს მაინც ავაშენებდი და მრავალშვილიან ოჯახებს დავასახლებდი, თქვა მე რაღაცა სოფლის მეურნეობის რაღაცებსაც გავაკეთებდი, თქვა იგივე იმ სათბურებს დავასახმებდი ამ ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. რაღაცა მცდელობებს მაინც გავაკეთებდი. გასაგები არა გაქვს, მაგრამ რაღაცას დავიწყებდი, რომ ესე იგი უთხრა საზოგადოებას მე რომ აი მიუხედავად იმისა, რომ თანხები არ არის, ჩვენ რაღაც ნაბიჯები გადავდეთ. არის თანხები. მაგრამ როგორ არ არის, ყველაფერი არის და ეს სად იჭმება და სად მიდის ეს თანხები. აი მეგობრებო, ისე მივდივართ ჩვენ რა პრობლემაზე, რომ მთავრობა არ არის კომუნიკაციაში საზოგადოებასთან. არ არის კომუნიკაციაში. აი ინტელიგენციასთან არ არის, იგივე იმ მუშათა კლასთან არ არის, იგივე იმ ფერმერებთან. ეხლა გლეხობა სუიზახიან ბოლო 50 წელი გლეხობა და იმ გლეხს რომ ტექნიკუმის დიპლომია განათლებული რო არის და 1000 კურსები აქვს დამთავრებული და ბევრს რომ უმაღლესი ესე იგი დიპლომი აქვს არა, უმაღლესი დიპლომი. მოდი დაუძახოთ უკვე დრო არის რომ როგორც უცხოეთში არის, ფერმერი დაუძახოთ, მეწარმე დაუძახოთ, მეურნე დაუძახოთ და რაღაცა სერიოზულად შევხედოთ. სირცხვილია მინისტრი გამოდის და ჩვენ გლეხობას და რომელი ბატონყმობი, რომელ საუკუნეში ცხოვრობთ ხახტო. ბატონყმობა გადავარდა 1861 წელს, ხო? რუსეთის იმპერიაში და იმის შემდეგ გლეხი უკვე აღარ იყო გლეხი, იყო დამოუკიდებელი მეურნე. და ჯერ კომუნისტები იზახოდნენ ჩვენი გლეხობაო და ეხლა ესენიც მოვიდნენ ლიბერალები და გლეხობას იცახიან რა. აი მინისტრებს ეს ტერმინოლოგია თუ არ შეუწვალოთ, არაფერი არ გამოვა. საჭიროა ინოვაციების განვითარება, ახალი წარმოებების შექმნა, ქართული გამოგონებების დანერგვა, ათასობით გამოგონება არის თაროზე დევს და თანხები არა აქვს ჩვენ მეცნიერებს რომ დააპატენტონ. ის მსოფლიო პატენტი ძალიან ძვირიжდება და ამას თავის ტექნოლოგია აქვს და ძალიან ბევრი გამოგონება გვეკარგება. საგადასახადო რეფორმებია საჭირო, მაგრამ ამას როგორ გააკეთებს მეგობრებო, ისეთი მთავრობა, რომელიც კომუნიკაციაში არ არის და მინისტრს რო ხდება საზოგადოება, მინისტრი გარბის ჩორნიხოდიდან. ესე იგი, თქვენ რამდენჯერ იყო რომ ესე იგი მინისტრი არ შეხვდა ესე იგი საზოგადოების წევრებს და ესე იგი გაიცა რაღაცა უკანაკარებიდან ესე იგი არ ვიცით სავალალო მდგომარეობა. მოყვარეს პირში უზრახეო, ხო დათქვამია, ჩვენ რატო ვამბობთ, ეს კი არ გვიხარია. ჩვენ არ გვინდა რომ წისკვილზე დავასხათ, ესე იგი წყალი. ეს სოროსისტული ორგანიზაციები რო არიან გიენებივით და ამ თავრობის, ჩვენი თავრობის ჩამოგდება რომ უნდათ, რატო უნდათ? იმიტომ უნდათ რომ დასავლეთის დღის წესრიგია რომ უნდათ მოიყვანეს ის ნაცური მთავრობა აღადგინოს და ჯიბის მთავრობა იყოს და შემდეგ დაარტყას რუსეთს და გააჩაღოს ესე იგი ომი. ჩვენ ამას ხვდებით მეგობრებო. ხვდებით და მათ სისხლზე არასდროს აი ამ სოდომისტური ორგანიზაციების, ამ ლიბერასტული ორგანიზაციების სისხლზე არასოდეს წყალს არ დავასხავთ. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მთავრობა იყოს ეროვნული, ჩვენი მთავრობა იყოს დღევანდელ მთავრობაზე ალაპარაკი, ჩვენსკენ იყოს, ხალხისკენ იყოს, ახალგაზრდობისკენ იყოს, კომუნიკაციაში იყოს, ეროვნულ ძალებთან, ეროვნულ ხალხთან. რა ვიცი ხარ, როგორ ვერ მოვიფიქრეთ ეს რომ ნაციების ჩაჩოჩება რატო ვერ მოახერხეთ? იმიტომ ვერ მოახერხეთ რომ ეროვნულებისთვის უნდა დაგეჭირათ მხარი და ეროვნულები უნდა შეგეყვანათ პარლამენტში. ის კი არა რომ ბიჭებს რომ პარტიები გააუქმეს, ესე იგი არ დაარეგისტრირეს. რატო შეგეწყო ხელი? ბრძანება იყო ამერიკაში. რატო შეუწყვე იგივე იმ ალტინფოს ბიჭებს შეუწყვე დაეხმარე ხელი, დაეხმარე ეროვნული ხალხია, ხო? აგერ ბატონ დავითს შეუწყვე, ქალბატონ ირმას აი პატრიოტთა ალიანსს შეუწყვე ხელი, შეიყვანე პარლამენტში, დაეხმარე. მე იმას კი არ გვიზახე რომ ძალით შეიყვანე. საკმაოდ ავტორიტეტი აქვს და უბრალოდ ესე იგი ტრიბუნა მიეცი, მასმედია მიეცი, გახსენი პირველი არხი. ეს პირველი არხი რა არის ხალხო? ვერ ავიღეთ ეს ვიზე მუშაობს, ესე იგი რაღაცა ბორდი ყოფილა, რომელიც ლიბერალი სოროსისტული, ესე იგი ხალხით არის დაკომპლექტებული და არავინ პირველ არხს არ უყურებს, პრაქტიკულად მილიონები ხარჯება, მილიონები და მილიარდები ხარჯება ამ არხის შენახვაზე და ეს არხი არც მთავრობაზე მუშაობს და არც საზოგადოებაზე მუშაობს. ეროვნულებზე არ მუშაობს ხალხი.
მუშაობს ოჯახის სიწმინდეზე, მუშაობს ქართული ეკლესიის დაცვაზე. რა ვიცი, მე მგონი ისე რაღაცა ლიბერალური დღის წესრიგები აქვს აი ამ იმას და შეუღწევადია უბრალოდ რა. გააკეთეთ მანდაც რეფორმა, მიეცით ეს ტრიბუნები, მიეცით იგივე იმ ჩვენ კონსერვატულ პარტიას, პატრიოტ ალიანსს, მიეცით ფართო ტრიბუნა, რომ შემოვიდეს მე ხალხში, ეროვნული ძალები შემოვიდეს პარლამენტში და ჩაჩოჩდნენ ეს ლიბერასტები, ეს ლიბერალური, ეს სატანისტული 30 ვერცხლიანი, 30 ვერცხლ აღებული ძალები ხახტო. ეს მყვილალა მასმედია დღეს როგორი კაკაფონია აქვს. მე რო ეროვნული მთავრობა იყო ამ მასმედიასაც საკმაოდ ძალიან უამრავი ფაქტებია და მათ ასალაგმადავაც გადავდგავდი ნაბიჯებს. ხო ხედავთ როგორი მეოთხე ხელისუფლებაა რა. რა სიტყვით ბატონო ვაჟა, ეროვნული მთავრობა გვინდა თუ არ გვინდა? ნამდვილად გვინდა, მაგრამ საიდან დაიბადება ეროვნული მთავრობა თუ ისევ და ისევ არ გვექნება ქართული იდეოლოგია და ქართული ცნობიერება. და არა მარტო ქართული, ადამიანურ ქართული. ავიც მე მაჩნია რომ ის რაც დავიწყეთ ჩვენ პირველი გადაცემიდან, პირველიც მეორეც ჩვენი ამ პარტავნობით ადამიანური სისუსტე გვინდა დავფაროთ, ჩვენი ადამიანური სისუსტე და წინ წევთ არა ეროვნულ არასაზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ტკივილებს, არამედ წინ წევთ რაღაც ჩვენს ადამიანურ და რაღაც ვიწრო საზოგადოებრივ ინტერესებს. აი სწორედ იმის გამოვა რომ ჩვენ წინ ვერ მივდივართ, მაგრამ საიდან ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ იმ მაღალი სიყვარულით გამშვენული, რასაც უფალი იესო ქრისტე ითხოვს და კიდევ მოითხოვს სანამ ეს სამყარო იარსებებს. ამიტომ შემოგთავაზეთ და ისე გთავაზობთ რომ დააუბრუნოთ ღვთის სამართალი. თქვენის ნებართვით მე ცოტა ისტორიულ წარსულს გადავხედავ და გეტყვით. ამაზე თავის დროზე ქონდა ჩვენ ძველ ჩანაწერებში ყურადღება გამახვილებული. რატომ უნდა ვიყო პირადად მე და რა თქმა უნდა თითოეული ადამიანი ღვთის სამართლის მომხრე? ეს პირდაპირ ათიმცნობის პირველი მუხლია რომ მე ვარ უფალი. და აღარ გავაგრძელებთ ყველას მოგეხსენებათ ათიცნების პირველი მუხლი. და როცა ადამიანი ამით ცნებით განიმშვალება, განიმშვალება მაღალი ცნობიერებით, ის დარწმუნდება, რომ მას არ აქვს უფლება იცხოვროს ღვთის გარეშე. ღვთის საქმიანობის, ღვთის სიკეთის გავრცობის გარეშე. არა შევხედოთ, წინაზეც მოიყვანე მაგალითი. როცა ამერიკა და ინგლისი, ახლა ზუსტად ამერიკამ როგორც ის ექცეოდა ინდიელებს, როგორც ექცეოდა შავკანიანებს, როგორც მოექცა მეორე მსოფლიოს საცოდა უიარაღო იაპონელებს. ახლა მე რა უნდა მოვთხოვო, რომ ადამიანის ასე აბუჩად აგდება და განადგურება შეუძლია ასეთ დიდ სახელმწიფოს, თუმცა არ უარყოფთ, რომ ამერიკას ფანტასტიკური მიღწევები ჰქონდა სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, ოღონდ მატერიალურ კუთხით. მაგრამ საქმეზე რომ მიდგებოდა ის აი ესე ექცეოდა იმ მაღალ ადამიანურ ფასეულობებს. იქ უფალი ყოფილიყო. გავიხსენოთ, რასაც ხადებს სახარებაში უფალი, რომ სადაც შეიყარნენ ორნიან მეტნის სახელი და ჩემითაო. სად იყო იქ უფალი? იაპონიის დაბომბვისას, შავკანიანების დაჩაგვრისას, ან ინდიელების დაჩაგვრისას არსებობს უფალი. იგივე ინგლისი ახლა ჩვენ რო პრეტენზიას ჩვენ მთავრობას რო პრეტენზიას უყენებს. რატო არა თავისუფლებს ჩრდილო ირლანდიას? პირდაპირ ხომ არის განაცხადი, ხო? ის არის ჩრდილო ირლანდია. დაპყრობილი აქვს ინგლისს. და რამდენი საუკუნეა და რა გააკეთა ეკრომველმა? მთელი ირლანდიის მესამედი მოსახლეობა გაწყვიტა. სად იყო იქ ღმერთი? სად იყო ღვთური ცნებები და პრინციპები? და ეს ინგლისი ახლა ჩვენ რაღაცას ჯერ არ მგონია მთავრობას ეგეთი რამე გააკეთებია, მაგრამ დაუშვათ გააკეთა. თუ მთავრობა რამე გააკეთა შეცდომ მოვიდა, ისინი საუკუნეების განმავლობაში არ ღვევდნენ ღვთიურ ცნებებს, იმიტომ არ არიან უფალთან, არც ინგლისის მონარქია იყო, არც ამერიკის ხელისუფლება იყო და რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვართ ხშირად. ამიტომ მე ისევ და ისევ გთხოვთ, რომ ჩვენ გავარკვევთ ჩვენი ადგილი, როგორც სოციალურ ცხოვრებაში, ასევე სამყაროურ ცხოვრებაში რა ადგილი აქვს საქართველოს. აი, ჩვენი დროც იწურება მეგობრებო, ისევ ოპტიმისტური. თუ არ გავარკვევთ, ვერაფერს ვერ წარმატებას ვერ გაიხარეთ, ბატონო ვაჟა. ისევ ოპტიმისტურ ნოტაზე ვამთავრებთ. უგეშინია საქართველოს, ჩვენ ეროვნულები მარტო არა ვართ, ჩვენთან არის უფალი და ჩვენთან არის სიმართლე და მე მგონია
სამოქალაქო მშვიდობით გავალთ ფონს დიალოგით, გავალთ ფონს სიყვარულით და უწმიდესის კურთხევას შევასრულეთ ყველა ერთად. ნახვამდის.